დიდი მადლობა პირველ რიგში. უამრავი სამწუხარო მოვლენა მოხდა გუშინ ცხადია დანაშაული, მაგრამ ეს ცხადია ყველაზე დიდი ტრაგედიაა მაინც. კიდევ ერთი ბავშვი მოკლეს იმ ქუჩაზე, რომელზეც 5 წლის წინ ის საშინელება მოხდა, რაც მეტი წლის წინ ის საშინელება მოხდა, რაც ყველა ჩვენგანმა ვიცით. სისტემურ დათუნას არ დანაშაულზე თუ არის ვსაუბრობთ, ეს ყველობას ძალიან გულისხმობთ, ხომ ახლა მე მგონი საბა კი, კი, მაყურებელსაც რომ შევახსენოთ, კი, ესეც ხორავას დათუნას ქუჩაზე არაერთსაც და კი ბატონო. კი, კიდევ ერთი არს უწონისაც რაც მაშინ მოხდა. კი ბატონო. სისტემური დანაშაული ამ შემთხვევაში აშკარა არის. პირველ რიგში ეს არის სახელმწიფოს მხრიდან არასწორი გააზრება იმისა, რას უნდა აკეთებდეს პოლიცია, რითი უნდა იყოს დაკავებული. ეს არის პრევენცია მათ შორის ცეცხლსასროლი არ არის ტარების იქნება თუ სხვა იმ საკითხებს, რომელიც თანდათან ნათელი ხდება საზოგადოების, მათ შორის ეს მენტალური ჯანმრთელობის მართვასთან დაკავშირებით, ეს სხვა საკითხია. მაგრამ მთავარი პრობლემა აქ არის, რა თქმა უნდა, ის, რომ პოლიცია არ არის დაკავებული პრევენციით, პოლიცია არ არის დაკავებული საზოგადოებრივი წესრიგის კონტროლით, არამედ ისინი დაკავებული არიან სამწუხაროდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულებით და პოლიტიკური დევნით მოქალაქეებისა, რაზეც მაგალითად ნაგერ უამრავ შემთხვევას ვაწყდებით. სანამ პოლიცია არ აღმოაჩენს იმ დანიშნულებას, რომელიც მას საზოგადოებრივი კონტრაქტის შედეგად აქვს, იქამდე სამწუხაროდ ასეთი მოვლენები ალბათ კიდევ უფრო გაგრძელდება და ეს არ არსებობს, როდესაც ხდება ძალადობის მიშვება და დაუსჯელად დატოვება, განსაკუთრებით ასეთი ტიპის ძალადობის, ის ყოველთვის განმეორდება. ეს არის სამწუხარო პრინციპი. კი ბატონო, ან დაუსჯელობა არის თავარი, რაც ახალისებს რეალურად ასეთ შემთხვევებს, იმიტომ რომ ეს ისტორიას ნამდვილად ტრაგიკულია, არც ახალგაზრდა როგორც თვითმხილველები ყვებიან, მხოლოდ იმიტომ რომ ახალგაზრდა ბიჭები იცინოდნენ, აი ეს დაკავებული ადამიანი ნიკა კაპანაძე, რომელიც იქვე სასტუმრო ჰქონია მას და იქ მისი იყო და მუშაობდა, გამოვიდა, იღებს იარაღს და იმდენ გასროლას ახორციელებს, რომ 4 ადამიანს ჭრის და ერთი გარდაიცვლება სამწუხაროდ. როგორი უნდა იყოს მაშინ ნორმალური სახელმწიფოს პირობებში რეაგირება ამ ყველაფერზე და როგორ უნდა მოხდეს აი ასეთი საკითხების პრევენცია? იცით რატომ ვკითხულობ? სახელმწიფო პროპაგანდა ხშირად ამბობს, რომ მკვლელობები ყველგან ხდება, ყველგან შეიძლება ეს მოხდეს, არავინ არ არის დაზღვეული და ასე შემდეგ. აღკვეთა ან პრევენცია როგორ არის შესაძლებელი ასეთ დროს? კი ბატონო, პირველ რიგში ეს არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ დაუსჯელობის გამოძახილი, თუმცა ესეც არის, ეს არის ასევე არ არის მხოლოდ პოლიციის არასწორი მოქმედებების გამოძახილი და არასწორი პრიორიტეტების შედეგი, რაზეც ეგ განვისაუბრე. მთავარი ამ შემთხვევაში არის კიდევ უფრო სხვა საკითხი, ეს არის ძალადობის წახალისება და არა მხოლოდ წახალისება, არამედ ძალადობის ორგანიზება, თვითონ იმ ადამიანების ამ შემთხვევაში მაღალჩინოსნების და მმართველი გუნდის რასაც ხედავთ უკვე ბევრი წელია. ჩვენ როდესაც ხედავთ, რომ ძალადობა გახდა მართვის წესი, ასე რომ ვთქვათ, მართვის ფორმა მართვის, არ არის გასაკვირი, რომ მოქალაქეები სწავლობენ, რომ ძალადობა თურმე შეიძლება, ხო? ეს მარიამი გერთვებოდათ წეგან, ჩვენ ხედავდით თვეების განმავლობაში როგორ ხდებოდა ორგანიზება ადამიანების ჯგუფებისა იმისთვის, რომ საკუთარ სახლთან დახვედროდნენ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე იყვნენ და მათთან ხდებოდა სისხლიანი ანგარიშწორება. ანალოგიურად ჩვენ ხედავდით ჟურნალისტებს და სხვა პირების მიმართ ძალადობას ორგანიზებულს მმართველი გუნდის მიერ, რომლის შედეგადაც უბრალოდ სასწაულით არ გარდაიცვალა ვინმე და მსხვერპლი არ მოყვა ამას, მხოლოდ ჯანმრთელობა დაუზიანდა ადამიანებს მნიშვნელოვნად, ხო? ეს არის ის, როდესაც ადამიანი ამას უყურებს ყოველდღიურად, როდესაც ძალადობა გადაიქცა ამ ქვეყნის ცხოვრების წესად, ასე რომ ვთქვათ, არ არის გასაკვირი ის, რომ შემდეგ თავადაც დაიწყებენ ძალადობით რაღაცა საკითხების გადაჭრას. ამ შემთხვევაშიც გასაგებია, რომ შეიძლება არსებობდა რაღაცა სხვადასხვა ფაქტორები, როგორიც არის, არ ვიცი, მენტალური ჯანმრთელობის ან სხვა ფაქტორი, მაგრამ ანალოგიურად ნახეთ, რომ გუშინ სხვა ქალაქებშიც მოხდა მკვლელობა, ხო, ბათუმშიც მოხდა მკვლელობა 31 წლის ადამიანთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. როდესაც ქვეყანაში მკვლელობის რიცხვი, დანაშაულის რიცხვი ასეთი მზარდია, ეს უკვე აღარ არის ის საკითხი, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ მკვლელობა სხვაგანაც ხდება. სხვაგანაც ხდება
დანაშაული ზოგადად დანაშაული ყველგან ხდება, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთ პატარა ქვეყანაში ამ ოდენობის დანაშაულზე, ეს უკვე აღარ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის უკვე სტატისტიკა და ეს არის უკვე სისტემური ჩავარდნის მაჩვენებელი პოლიციისა და სახელმწიფოს მუშაობის მხრიდან. კი ბატონო, საბა და უნისეს შემთხვევაზე მინდა რომ ცალკე ვისაუბროთ. არის თუ არა თქვენთვის, ესე იგი, ცოტა უცნაური გარემოება ის, რომ თითქოს ვიღაც ადამიანის შემთხვევით რაღაცა გადაეყარა უნისეს და აი გაახსენდა მან როგორ იხუმრა და ამის გამო განახორციელა ეს თავდასხმა. აი რა კითხვებს გიჩენთ თქვენ რეალურად გუშინდელი ფაქტი? აი მისი ოჯახი და თავად უნისეც ფიქრობს, რომ ეს არის ორგანიზებული თავდასხმა. თქვენი დაკვირვებით როგორ გამოიყურება ეს ისტორია? ჩემი აზრით არ არსებობს არც ერთი კითხვის ნიშანი, რომელიც ამ შემთხვევაში გამორიცხავდა ორგანიზებული დანაშაულის აშკარა ტენდენციას, აშკარა ფაქტს, ასე ვიტყოდი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხედავთ. ბოდიში, როცა ვამბობთ ორგანიზებულს, აქ გულისხმობთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულს. ხელისუფლების უშუალოდ რომელი წრის ან წარმომადგენლის მიერ ორგანიზებულს, ეს მე არ ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის განხორციელებული ხელისუფლების დაკვეთით, იმ ხელისუფლების, რომლის არხებიც ჯერ წინასწარ აშავებენ ადამიანს, შემდგომ კი აი ასეთ პირებს გეშავენ ძალადობისთვის პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციების მქონე პირების მიმართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ზუსტად ასეთი ხელწერით იყო განხორციელებული ძალადობა ლევან ბერძელიშვილის მიმართ, ზურა ჯაფარიძის მიმართ, სხვების მიმართ და მაშინ, როდესაც ეს ხდებოდა, ის ფრაზებიც კი, რომელსაც ამბობდნენ ადამიანები, მოძალადეები ამ შემთხვევაში, რომელსაც წერდნენ Facebook-ზე სტატუსად, სიტყვასიტყვით ემთხვეოდა ერთმანეთს. განსხვავება იყო მხოლოდ მათი მსხვერპლის სახელი და გვარი. ამ შემთხვევაში ჩვენ მოვისმინეთ, რომ ონისეზე თავდამსხმელი პირის დაახლოებით იმავეს ამბობს. ეს არის აშკარა ნიშანი, სიგნალი, რომლის საზოგადოებისთვის თქმაც უნდა ხელისუფლებას, რომ საწინააღმდეგო პოლიტიკური პოზიციის მქონე პირების მიმართ ისინი არ დაიხევენ უკან ფიზიკურ ანგარიშწორებაზე. ეს არის დაკვეთილი ორგანიზებული დანაშაული. კი ბატონო. და საბა, მოდით ვისაუბროთ ვახო სანაიაზეც 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა მას სასამართლომ. ეს არის პირველი პრეცედენტი, რომ Facebook პოსტის გამო არა ჯარიმა, არამედ პატიმრობა მოითხოვა პირველმა ინსტანციამ. ეს ისტორია რას გეუბნებათ? არგუმენტად ჰქონდათ, რომ აი ვახო სანაიას თითქოს წარსულში ბევრი სამართალდარღვევა ჰქონდა და ამიტომ იმართა უმკაცრეს ზომასო სასჯელისო, მაგრამ თქვენი აზრით რეალური მოტივაცია აქ რა არის და ზოგადად რა სტანდარტია ადამიანი ციხეში გაუშვა სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოთქმული პოზიციის გამო? თქვენ იურისტი ხართ და ძალიან კარგად იცით, რომ მათ შორის საჯაროდ გამოთქმული აზრი ალბათ, რომელიც არ შეიცავს, არ ვიცი, მუქარას, შანტაჟს, რაღაცა დაანონსებას ვიღაცაზე თავდასხმის, ხო? ვახო უბრალოდ არ ვიცი, შეიძლება უცენზუროთ, მაგრამ თავისი პოზიცია გამოხატა. ის სამართლებრივად რამდენად შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ადამიანი საერთოდ სასამართლომდე მივიდეს აი ამ საქმით, ამის გამო, არათუ ციხეში გაუშვან. კი ბატონო, ხშირად ამბობენ ხელისუფლების მხარდამჭერი პირები ამ შემთხვევაში, რომ აი სხვაგანაც ხომ ისჯებიან ადამიანები Facebook პოსტის გამო და Facebook პოსტი არ არის ზოგადად რაღაცა ცალკე ინდულგენცია, ისევე როგორც საჯაროდ ნათქვამი, ზეპირად ნათქვამი სიტყვის და ფრაზების გამო, ისე Facebook პოსტის გამო შეიძლება ზოგადად ადამიანი დააკავან მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი არის ის, რის გამო აკეთებ ამას, რა თქვა ადამიანმა, დაიწყო თუ არა აჯანყება, მოუწოდა თუ არა დამხობისკენ ხელისუფლების და ასე შემდეგ, რაც კლასიკური დანაშაულებია. იმ კონკრეტული სამართალდარღვევისთვის, რასაც ედავებიან ვახო სანაიას, აი არ ითვალისწინებს დაკავებას მით უმეტეს ევროპის არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა. ეს არ არის პოლიტიკური შეფასებისგან სრულად დაცლილი რაიმე სახის შეურაცხყოფა. ეს განცხადება, კონკრეტული Facebook სტატუსი არ არის მხოლოდ შეურაცხყოფისთვის დაწერილი, ეს არის კრიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ. ეს არის მათ შორის კრიტიკა იმ ხელისუფლების წარმომადგენლების
მიმართ, რომლებმაც ადგენენ და სიტყვის თავისუფლების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი, რომელიც ამ ქვეყანაში გვაქვს, უბრალოდ გვერდით გადადეს, როდესაც შექმნეს ეს სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველო. სიძულვილის ენას ებრძვის ბევრი ქვეყანა, მათ შორის სიძულვილის ენას ებრძვის ევროპული სახელმწიფოები, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები, მაგრამ სიძულვილის ენასთან ბრძოლა ყოველთვის გულისხმობს სუსტის დაცვას, ძლიერისგან სუსტის ლანძღვის მისი დემონიზების ან რაღაცა დეჰუმანიზაციის მცდელობების აკრძალვას. ამ შემთხვევაში კი საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირიქით გაიგო ეს ამბავი და მოქალაქეებისგან ცდილობს რომ დაიცვას ხელისუფლების მაღალჩინოსნები. ეს არის სრულიად დამახინჯებული გაგება, როგორც სიტყვის თავისუფლებისა, ისე სიძულვილის ენის წინააღმდეგ დანაშაულებისა და იმედი მაქვს რომ ვახო ამ საქმეს წაიგებს აუცილებლად სტრასბურგის სასამართლოში და ერთად ვნახავთ როგორ შედეგით დასრულდება იქ საქმის განხილვა. კი ბატონო, რა უნდა იყოს მაშინ, ანუ არის თუ მოდის თუ არა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში საბა ის რაც მოხდა მაგალითად უნისეს შემთხვევაში, რომ ანუ ხელისუფლება, რომელიც სიძულვილს ებრძვის, გუშინ ხდება ფაქტი, რომ ხელისუფლების წახალისებით, მოდით უფრო რაღაცა კორექტულები რომ ვიყოთ, ხდება თავდასხმა კომიკოსზე და ამავდროულად ვახოსანაიას Facebook პოსტის გამო ორი კვირით თავადვე ხელისუფლებისვე გადაწყვეტილებით უშვებენ ციხეში. აქ ძალიან რთულია რომ ცხადია შეუსაბამობა ვერ დაინახო სამართლებრივ ლოგიკას ეს ერთმანეთისგან სრულად აცდენილია რა თქმა უნდა გაუგებარია იქნებოდა ეს რომ არ ვიცოდეთ რა არის ამ ხელისუფლების მიზანი ხელისუფლების მიზანი არ არის სიძულვილის ენის გაუქმება ან რაღაცა სიძულვილის ენასთან ბრძოლა ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიზანი არის ხელისუფლების საწინააღმდეგო ენის გაუქმება, გაჩუმება და მის წინააღმდეგ ბრძოლა ამ ქვეყანაში. ამიტომაც ხდება, რომ მაგალითად ვახოსანაიას აკავებენ მის მიერ Facebook-ზე დაწერილი კრიტიკისთვის, ხოლო მეორე მხარეს იგივე ხელისუფლება მოუწოდებს ადამიანებს ფაქტობრივად საკუთარი პროპაგანდისტული მედიის მეშვეობით, რომ თავს დაესხან და ფიზიკურად იძალადონ მის პოლიტიკურ ოპონენტებზე. ამიტომაც ხედავთ, რომ მმართველი ხელისუფლების პირები, რომლებმაც ჯგუფურად იძალადეს პარლამენტის შენობაში ოპოზიციონერებზე დღემდე არიან აბსოლუტურად თავისუფლები და არავითარი სისხლსამართლის საქმის წარმოება მათ მიმართ არ დაწყებულა, ადმინისტრაციულიც კი, ხოლო მეორე მხრივ პოლიტიკური ოპონენტი, რომელსაც არაფერი ძალადობრივი არ ჩაუდენია და მხოლოდ ორი სიტყვა მიაწერა ქალაქში გამოკრულ ბანერს, წელიწადნახევრით ჩასვეს ციხეში. აი ამ რაღაცების კოგნიტური დისონანსით ჩადენილი ქმედებების ლოგიკური ახსნა, რა თქმა უნდა, არის შეუძლებელი თუ ფიქრობ, რომ ხელისუფლება კეთილსინდისიერად იქცევა. თუ დავუშვებ იმას, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, მაშინ ყველაფერი ადგილზე დადგება. კი ბატონო, და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, საბა ასეთ დროს როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია, როგორ უნდა იმოქმედოს მოქალაქემ, არ ვიცი, აი რა სივრცეში შეგვიძლია მაშინ დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის გამოვლენა აი ამ ყველაფერთან, როდესაც ხელისუფლების მეთოდი არის ის, რომ განსხვავებულს რამეს თუ დაწერ მიდიხარ ციხეში, რამეს თუ ისე იხუმრებ შეიძლება აქ ცემონ, აი რა უნდა გავაკეთოთ მაშინ? ხელისუფლება ყოველთვის ეცდება იმას, რომ რაც უფრო მეტს დაუთმებ, უფრო მეტი წაიღოს. მაგალითისთვის თავდაპირველად მათ დაიწყეს რაღაცა გზის გადაკეტვის კრიმინალიზაციით, რომ სისხლსამართლის დანაშაულად აქციეს და ამაზე სისხლსამართლის საქმეებიც მიმდინარეობს. შემდეგ დაიწყეს ტროტუარზე დგომის აკრძალვა არ ეყოთ არც ეს და შემდეგ გადმოვიდნენ ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაშიც ხო გადავიდნენ სოციალურ სივრცეშიც ისინი ცდილობენ რომ თავისუფალი გამოხატვა გააქრონ მთლიანად ჩვენი არ მხოლოდ ყოველდღიური სივრცეებიდან არამედ ლამის ჩვენი თავებიდანაც კი თვითცენზურას რომ დაუქვემდებარო ჩვენი საკუთარი თავები და ორჯერ დავფიქრდეთ სანამ ხელისუფლების კრიტიკას გადავწყვეტთ. თუ ამას ჩვენ დავემორჩილებით, ასეც მოხდება. ეს არის ის ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელიც ძალიან ბევრ ავტორს აღუწერია და რაც ისტორიულად მომხდარა კიდეც. თუ ჩვენ გვინდა ამასთან ბრძოლა და თუ ჩვენ არ გვინდა რომ სიტყვის გამო ციხეში უშვებდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს და შეიძლება ჩვენც მომავალში, ამ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა შევეგუოთ აი ამ თავისუფლებების ნაწილ-ნაწილ ნაბიჯ-ნაბიჯ მიტაცებას და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ზუსტად ის, რაზეც ხელისუფლება გვეუბნება რომ არ გავაკეთოთ. ეს შეიძლება იყოს ვახოსანაიას მსგავსად სასამართლოს და ხელისუფლების კრიტიკა, ეს შეიძლება იყოს ონისეს მსგავსად გარეთ-სიარული და მოხუცებთან ავტობუსებში და სხვებთან ლაპარაკი, რის გამოც და არავითარი რაიმე ხუმრობის გამო მოხდა მის მიმართ ანგარიშწორება.
ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ხალხს და ჩვენ უნდა ვაგრძელებდეთ სიტყვის და გამოხატვის ამ მთავარი დემოკრატიული ფასეულობით და თავისუფლებით სარგებლობას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, საბა, მადლობა იმისთვის, რომ დაგვიწყეთ დრო და იყავით ჩვენი ეთერის სტუმარი საბა